ღამის 12 საათი იქნებოდა აივანზე გამოსულმა არქიმანდრიტმა სტუმრის კელიაში უცნაური ნათება შენიშნა. მიუახლოვდა და დაინახა, რომ სენაკ, სადაც სტუმარს უნდა სძინებოდა, ცეცხლი ეკიდა. მის გადასარჩენად ალმოდებულ კელიაში დაუფიქრებლად შევიდა. საბედნიეროდ კელია ცარიელი დახვდა. წინამძღვარმა შიშველი ხელებით დაიწყო ხანძრის ჩაქრობა. დარწმუნებული იქ არ იყო ეს ადამიანი და დაიწყო ამ ცეცხლის ჩაქრობა. მოედო 60 ცეცხლი. ხანძარი მალე მონასტრის საძმომაც შენიშნა. კელიებიდან გამოსულებმა ცეცხლის ალში გახვეული არქიმანდრიტი დაინახეს. როგორც კი მივირბინე, ეს ალი კიდე მეტად გაძლიერდა. ისთან 60 და ეს წყალი რო გადავასხი ჩაქრა. ოღონდ წინდებზე დარჩა კიდე. და ეს უცებ ხელით ჩაუქრე და ძალიან შემატყრო ამის თით და წარმოედგინე მეუნება რომ მოგეშინიაო. მე მითხრა. მამა იოსები საავადმყოფოში გადაიყვანეს სხეულის 50%-იანი დამწვრობით. სასულიერო პირის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ბოლო წუთამდე იბრძოდნენ. ეს მდგომარეობაო, რაც ახლა მე მდგომარეობაში ვარო, კიდე მეტად ჩამაღმავაო საკუთარ თავში. და ახლა მე გავდივარო გოლგოთის გზას.